ზუსტად მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. განსაკუთრებით საინტერესო იყო გასული კვირა და განსაკუთრებით გვაინტერესებს ვაშინგტონის და განსაკუთრებით ისეთი ამბიციური პრეზიდენტის, როგორც პრეზიდენტი ტრამპია, მისი რეაქცია. ჩვენ წავიკითხეთ მისი რამდენიმე ფრაზაში, აბზაცში გამოხატული რეაქციები პეკინში შეკრებილებთან მიმართებაში, პირველ შემთხვევაში ყოველგვარი ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სმაილიკის, ანუ ღიმილის სიმბოლოს გარეშე სრულიად სერიოზულად თხოვა სი ძინპინს, რომ მოკითხვა გადაეცა პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის მმართველისთვის ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების ესე ვთქვათ სამზადისის ფონზე და მეორე იყო სრულიად აშკარა უკმაყოფილება ასევე იმის გამო რომ სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლაში მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე საუბრისას არ ახსენა საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატები და შეერთებული შტატების წვლილი მათ შორის უპირველეს ყოვლისა სწორედ იაპონიის ანუ ჩინეთის მთავარი მოწინააღმდეგის დამარცხებაში. ეს ყველაფერი ისაც ზედაპირზე ვნახეთ. მაგრამ აი მეორე მხრივ არის უფრო დიდი მსხვილი პროცესი, რაც თავისთავად უკვე აჩვენებს იმას, რომ ერთპოლარული აღარ არის ეს სამყარო, არის მცდელობა, როგორც მინიმუმ ორპოლუსიანი ღერძით ჩამოყალიბების, რა გავლენა აღიქვავს თუ არა ასე ამას ამერიკის შეერთებული შტატები და რა გავლენას მოახდენს შენი აზრით ეს დასავლურ კოალიციებზე. საფრთხეებითა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. რამე პასუხისმგებლია და ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ბებიად შემიყურებს და თუ არ მოეწონა ხო დავიღუპე. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს ჩვენგანაც. დიდი მადლობა. რაც შეეხება შეერთებულ შტატებში ეს ერთპოლარულობის ასე ვთქვათ თვითახმა არ არის მაინც და მაინც აუცილებლობა დახმული ამერიკის უსაფრთხოების საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებისთვის უბრალოდ შეერთებულ შტატებს მათში დომინაცია და ლიდერობა სურს ეს გასაკვირი საერთოდ არ არის მათ შორის მე-20 საუკუნიდან და 21 საუკუნიდან თეორიულადაც რო ვილაპარაკოთ და პრაქტიკულს რო ვილაპარაკოთ ამერიკას ამისთვის ძალიან დიდი მსხვერპლია გაღებული მსხვერპლთან ერთად მას როლი აქვს შესრულებული ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში ახლაც ძალიან ბევრს ეგონა და გონია რომ შეერთებული შტატები იზოლაციონურ პოლიტიკას თამაშობს ეს შორს არის სიმართლისგან ის საკმაოდ პროაქტიულ, საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ ბევრ შემთხვევაში, როდესაც ის ესე უყურებს მსოფლიოს ამათ კუთხეს, საკმაოდ ჩამრევ როლსაც თამაშობს, ამას არ ერიდება. სხვა ადმინისტრაცია როგორც წესი ამას დიპლომატიის საფარქვეში ნიღბავს, ამ ამერიკას ამ ფორმის პრეზიდენტ ტრამპის ამერიკას ამის საერთოდ არ ერიდება. ამიტომ ზუსტად იგივე პათოსით თქვა როგორც მე აღვიქვი თავის კომენტარი პეკინში გამართულ სამიტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მეგრულად თუ იმერულად თუ ზოგადად ქართულად თუ შეაფასებ ესეთ რაღაცას მინიმუმ უმადურობა არის იმის ათქმა, იმის კაფეოდ დასახელება შეერთებულ შტატებს რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის როგორც მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში, ასევე ჩინეთის გათავისუფლებაში შტატებს შორის იმ დროის იაპონიის ოკუპაციის ძალებისგან. ამიტომ ეგეთ რაღაცებს საკმაოდ მარტივად ჟღერადი, მაგრამ კაფეო და ძლიერი სიგნალები აქვს როგორც ჩვენ უყურებთ და ეს სიგნალები როგორც ჩანს არაპირებენ გააჩერდნენ. ზუსტად შენ უკვე მიანიშნე იმაზე, რომ თეთრ სახლს და მათ შორის, ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას მიუხედავად ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან შფოთვის მომგვრელი განცხადებებისა რეალური პოლიტიკისა და შედეგების თვალსაზრისით იგივე ნატოს განმტკიცების, მისი რესურსების გაძლიერების, ევროპის ტერიტორიაზე სამხედრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით ბევრი პლუსი შეგვიძლია დავუწეროთ. თუმცა, დემოკრატიის განვითარების ავტორიტარ ლიდერებთან მიმართებაში ძალიან სპეციფიური ლექსიკის ტრამპის ახლა ლუკაშენკოსთან ბოლო კომუნიკაციაც რო გავიხსენო და ასე შემდეგ, საკრიტიკოს ბევრი შეიძლება გქონდეს, მაგრამ მშრალი ნარჩენის სახით ამ ეტაპზე რაც გვაინტერესებს. ხვდებიან ვაშინგტონში, რომ სიტუაცია იცვლება და აღმოსავლეთში ძალიან სერიოზული ბლოკის ფორმირება ხდება. მათ შორის ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ინდოეთის პოზიციონირება, ხო, აი მთავარი სიახლე და მთავარი ესე ვთქვათ საფრთხის სიგნალების მატარებელი იყო იქ სწორედ ნარენდრა მოდის ყოფნა და ის დაპირისპირება, რომელიც ამ ეტაპზე არის შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის. რა გავლენას მოახდენს ეს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის კორექტირებაზე, როგორც ინდოეთთან მიმართებაში, ასევე შეერთებული შტატების ტრადიციულ ყველაზე სანდო ცივილიზაციურ პარტნიორებთან მიმართებაში, როგორც არის ევროპა.
გიორგი, ერთ რამე, რაც საკმაოდ ცხადად ჩანს, თქვენ ახლა ნატო ახსენეთ და ევროკავშირი და ევროპა ახსენეთ, რაც ძალიან ცხადად ჩანს არის, რომ ამ მიმდინარე პოლიტიკაში ნებისმიერ ქმედებას აბსოლუტურად ფიზიკის კანონებს მიყვება და უკუქმედებებს იწევს. ამიტომ იქ ზუსტად რაღაცის გაცვლა თითქმის შეუძლებელია. თუმცა ერთი რამე, რაც ზუსტად ჩანს ახლა ამ ყველაფერიდან არის, რომ უფრო და უფრო ხილვადი ხდება ვაშინგტონისთვის ღირებულება ევროპული დედაქალაქების და ევროპული მოკავშირეების, მათ შორის ნატოში და ნატოს მიღმა. მათ შორის არა მხოლოდ ევროპის, არამედ აზიაში მდებარე და ოკეანეთში მდებარე დასავლური მოკავშირეების, როგორც არის კორეა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ასე შემდეგ. ამიტომ უფრო და უფრო მეტი ღირებულება ვაშინგტონმაც დაინახა და ყველამ დავინახეთ აი ამ ალიანსების და იმისა, რომ ამ ალიანსების მნიშვნელობა ძალა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო არა თუ შემცირდა, არამედ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებისთვის. რაც შეეხება ინდოეთის პოლიტიკას, თქვენ იცით, რომ შეერთებულ შტატებმა მას უკრაინის გამო და რუსეთის მხრიდან ბევრი ნავთობის შესყიდვის გამო ტარიფები დაუწესა, ამიტომ რაღაც თვალსაზრისით აღიქმება ეს ინდოეთის ხილულ მოკლევადიან რეაქციად, რომ ვაშინგტონ სიგნალი გაუგზავნოს, რომ მას ალტერნატიული ღერძები აქვს, თუმცა მას ფუნდამენტურად ინტერესების კავშირი ჩინეთთან ესეთი კეთილმოყვარეული, კეთილმეზობლური და ადამიანური ურთიერთობის ძალიან დაბალი გააჩნია, ამიტომ იქ ერთნიშნულად ძნელია ამის შეფასება, მათ შორის იმ სხვადასხვა მონაწილეს, ახლა თქვენ იცით, ნატოს წევრი თურქეთის წარმომადგენლობა იყო ჩასული, თუმცა თქვენ იცით, რომ თურქეთი მიუხედავად გარკვეული კრიტიკებისა დასავლეთის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე დანარჩენი ალიანსისთვის მნიშვნელოვანი. ამ მხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო იმის შემჩნევა, რომ ევროპელმა ლიდერებმაც გააქტიურეს კომუნიკაცია ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, საფრანგეთის პრეზიდენტს ჰქონდა სულ გუშინ საკმაოდ ვრცელი სატელეფონო საუბარი ნარენდრა მოდისთან. ვისარგებლებ შემთხვევით, რადგან ვაშინგტონიდან გვერდები და ცხადია, ჩემი კითხვაც რომ არ იყოს, შენი ძირითადი ინტერესი და ფოკუსი მაინც არის იმაზე, საქართველოს რა ყველაფრიდან როგორ მიდის პროცესები. ვაშინგტონში არც თუ ისე ბევრი ადამიანია, რომელიც ბუნებრივად შეიძლება იყოს დაინტერესებული საქართველოს პოლიტიკის ფორმირებით, მაგრამ ვინც არის ის ცოტა, თითქმის ყველასთან გაქვს კავშირი. ბოლო დღეების განმავლობაში ერთი რაღაც უცნაური მოულოდნელი ამბავი შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთმა კონგრესმენმა თუ სენატორმა, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პირველი კრიტიკოსი იყო ქართული ოცნების პოლიტიკისა ამერიკის სენატში და სანქციების პირველი მომთხოვნი, შექმნა გარკვეული პრობლემები დაჩქარებული წესით მეგობარი აქტის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით. შენ რა ინფორმაცია გაქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ სენატორს აკავშირებდნენ ფრონტერას კომპანიასთან და არის გარკვეული ეჭვები, რომ საქართველოს მთავრობის რეჟიმის გარკვეული კომუნიკაციების შედეგი შეიძლება იყოს ეს და სანამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი. ვაშინგტონი საქართველოსთვის სტრატეგიული გაგებით იმდენი ყურადღების დათმობა ამ წამს არ შეუძლია როგორც ჩანს, იმიტომ რომ საკმაოდ დედამისი საკმაოდ ბევრ კუთხეში ცხელა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონში საქართველოს არ ახსოვთ, ვაშინგტონში საქართველოს იმდენად ახსოვთ, რამდენადაც ეს ამ წამს შესაძლებელია და რამდენადაც თბილისს შეუძლია ვაშინგტონს საკუთარი თავი შეახსნენოს, ეს უბრალოდ ბევრ შემთხვევაში ბრუტალური რამეა, თუმცა ეს არის სპეციფიკა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების პოლიტიკის, რაც ვაშინგტონში იწარმოება. რაც შეეხება მეგობარი აქტთან დაკავშირებულ კონტროვერსიას, რომელიც გასული კვირის განმავლობაში იყო, ეს როგორც ჩანს მედიიდან გაირკვა, რომ ერთ-ერთი სენატორი, ორი სენატორი გახლდათ, რომელიც პასიურ უარზე იყო, თუმცა ერთ-ერთი სენატორი მალინი, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, გარკვეული ისტორია გააჩნია, ოკლაჰომადან არის, შექმნა არა მხოლოდ პასიური, არამედ აქტიური წინაღობა და როგორც მედიიდან ირკვევა, თქვენც იცით ჩემზე კარგად, რომ მან გარკვეული ურთიერთობები აღინიშნება მათ შორის კომპანია ფრონტერასთან მიმართებაში, რომელიც როგორც თქვენ იცით, ოკლაჰომასა და ტეხასის შტატებიდან თანაწარმოებლობის კომპანიაა და ამიტომ ეს ბუნებრივია, თუმცა ის კითხვები, რომელიც არსებობს სენატორის მხრიდან ესეთ დრამატულ პოზიციურ ცვლილებაზე ქართული ოცნების მიმართ, ეს ცხადია მედია და სხვა კრიტიკული ხმები ვაშინგტონში და მათ შორის თბილისში
აქტიურად სვამენ და ერთი რამე რასაც როგორც წესი ისეთი კალიბრის ადამიანისგან როგორც არის ამერიკის სენატორი 100-დან ერთი ადამიანი ალბათ გასცემს პასუხს მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეგობარი აქტს ამის გამო საფრთხე არ დამოკრება არ შეიძლება ჩაითვალოს რომ მეგობარი აქტი ან ჩავარდა ან რამენაირად ფუნდამენტურად დაბრკოლდა ეს უბრალოდ არის სხვათა შორის ცნობილი და აპრობირებული მეთოდი, როცა კანონპროექტი ან საკანონმდებლო ინიციატივა რაღაც ეტაპზე ბრკოლდება, საქართველოს ამასთან მიმართებაში არ არის გამონაკლისი, იგივე დაბრკოლება პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივებს ქონია ხოლმე, მათ შორის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ამიტომ იმედი ვიქონიათ, რომ ეს არის მხოლოდ მცირედი დასლოგინება. მადლობა ზვიად აძიმბაიას, რომელიც ვაშინგტონიდან გვერდებოდა. ზვიადს დაამშვიდობები, მისგან ველით განახლებას ვაშინგტონური განწყობების თაობაზე მეტი ინფორმაციის მოწოდებას და გაზიარებას.